გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ხმაურიანი ფინალი, პარიზული კლუბი, შიში და კვარაცხელია ოქროს ბურთის საგა. მამარდაშვილის ინტერვიუ და დებიუტი ლივერპულის მაისურით. რას ამბობენ ქართველზე? ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა მაქვს რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია რომ 95000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხარ გამოყავი 2 წამი და გამოიწერი არხი. მადლობა მეგობარო თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მოუთმენელად ველოდებით. რას ამბობენ ჩაკვეტაძეზე? ვოტფორდის ახალმა თავკაცმა პაულო პეცოლანომ, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტომ კლევერლის შეცვალა, ონავრების ორ ტრავმირებულ ფეხბურთელზე, კვადო ბააზე და ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ბა და ჩაკვეტაძე საკმაოდ დიდი ხანია რეაბილიტაციას გადია. კვადო ბაა საერთოდ ჯგუფში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება. ჩაკვეტაძე კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზეა და მუშაობს როგორც სავარჯიშო დარბაზში, ისე მოედანზე. მოუთმენად ველოდებით მის სრულიად გამოჯანმრთელებას, რის შემდეგაც ის საერთო ჯგუფში დაბრუნება შეძლებს. წესით ის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის უნდა დაბრუნდეს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს უფრო ადრეც მოხდება. განაცხადა გუნდის თავკაცმა. ცნობისთვის ვოტფორდმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და უკვე ორი ამხანაგური მატჩიც გამართა. ჩემპიონშიპის ახალი სეზონის დაწყებამდე კი პეცოლანოს გუნდი კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. რაც შეეხება გიორგის მომავალს, სამწუხაროდ გიორგის ტრანსფერზე ჯერჯერობით ახალი არაფერი არ იწერება და ამ რეალობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ გიორგი ვოტფორდში დარჩეს. როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. ამ შეხვედრაში კი ქართველი მეკარის მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა და როგორც მედიისგან, ასევე გულშემატკივრებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. მაგალითად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი მეკარის თამაში ლივერპულთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო liverpool.com-მა შემდეგი სიტყვებით შეაფასა. ლივერპულში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 1 წლის განმავლობაში იგეგმებოდა და როგორც იქნა ქართველ მეკარეს საბოლოოდ მიეცა შანსი, რომ წითლების შემადგენლობაში მოედანზე გასულიყო. შესაძლოა გასულ წელს მისი გაფორმების შემდეგ ბევრი გულშემატკივრისთვის მამარდაშვილის ფეხით თამაში შეშფოთების საგანი იყო, მაგრამ ის როგორც მეკარის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა ბოლო სეზონში ბურთთან ფეხით თამაშის დროს რამდენიმე უხეში შეცდომა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზაფხულის ტესტებზე ის კიდევ უფრო მეტ გამოცდას გაივლის, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის ყველაფერი კარგად მიდის. 1.90 სიმაღლის მამარდაშვილი ლივერპულის კარში შთამბეჭდავი ფიგურა და თავისი სიმაღლის სასარგებლოდ გამოყენებისაც არ ეშინია. ამიტომ უნდა ითქვას, რომ ადრეული ნიშნები იმედის მომცემია. ხოლო როგორც ჩანს, ლივერპულმა კელეჰერის შესაფერისი შემცვლელი და ალისონის კონკურენტი იპოვა. წერია გამოცემაში. საინტერესოა ისიც, რომ ლივერპულის ახალწეულმა გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. აქ ყოფნი ძალიან ბედნიერი ვარ. ეს შემთთვის უდიდესი მომენტია, რადგან ისეთ კლუბში გადასვლა როგორიც ლივერპულია, არა მხოლოდ ტრანსფერი, არამედ ჩემი ოცნების ახდენაცაა. თავს ძალიან მოტივირებულად და ამაყად ვგრძნობ. როდესაც გასულ ზაფხულს ლივერპულის შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა. ახლა კი ნამდვილად კარგად მესმის თუ რას ნიშნავს ლივერპულის მოთამაშედ ყოფნა. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო. თუმცა ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს და ვხედავ რომ აქ დიდი ოჯახია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლების ერთმანეთს ეზრუნავენ. ძალიან ამაყი ვარ, რომ პირველი ქართველი ვარ, ვინც ლივერპულის ფორმა მოითქო. ვიცი, ჩემთვისაც და ყველა ქართველისთვისაც ეს უდიდესი მოვლენა. როდესაც ლივერპულთან კონტრაქტი გავაფორმე, საქართველოდან უამრავი შეტყობინება მივიღე. რაც შეეხება ალისონს, ის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარია და მასთან მუშაობა ძალიან მიხარია. აქ იმისთვის ვარ, რომ ყველა ვარჯიშზე და ყველა მატჩში მაქსიმუმი გავაკეთო. დავეხმარო გუნდს და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურო. მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა ქართულად. მინდა გულწრფელად მადლობა გადაუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბში საქართველოს წარმოვადგენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ კიდევ უფრო იამაყოთ ჩემით. განაცხადა მამარდაშვილმა. ჩვენ კი კომენტარებში დავწეროთ #წინ გიორგი და ერთად გავამხნევოთ ქართველი ფეხბურთელი მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სრულიად მოულოდნელად სულ სხვა გუნდის უპირატესობით წარიმართა. ფინალის გმირი კი პალმერი გახდა და მისმა გუნდმა 3-0 იმარჯვა. ასეთ ფინალს არავინ ელოდა. იყო საუბარი, რომ შესაძლოა PSG ჩელსისგან გასჭირვებოდა, თუმცა მაინც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. არადა კვარაცხელიას გუნდმა პირველ ტაიმში გაუშვა 3 გოლი. ამდენი გოლი კი მთელ შეხვედრაში აპრილის მერი არ გაუშვია. საერთო ჯამში კი PSG მის თამაში ვერ აჩვენა, რასაც ფრანგული კლუბი მთელი სეზონის განმავლობაში გვაჩვენებდა. თუმცა
მეორეც მხრივ უნდა აღენიშნოს ჩელსის ძალიან კარგი თამაში და ასევე უნდა გამოვარჩიოთ მათი თავკაცის მარესკას კარგად დაგეგმილი თამაში, რომელმაც ლუის ენრიკეს ტაქტიკურად აშკარა დაჯობა და პარიზული კლუბი უძლური აღმოჩნდა. ამ თამაშის შემდეგ კი პარიზულ კლუბში შიშმა დაიცადგურა. კერძოდ გუნდის კაპიტანი მარკინიოსი ამ წაგებას შემდეგი სიტყვებით აფასებს: ჩელსის ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს, ჩვენი სისუსტეები შეისწავლეს და ტაქტიკური თვალსაზრისით პირველ ტაიმში საგრძნობლად გვაჯობეს. Ფიქრობ, რომ მთავარი სირთულეები ახლა გვეწყება, რადგან ყველა გუნდი შეგვისწავლის და ასევე შეესწრება PSG-ს წინააღმდეგ ასპარეზობას. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერთან, ასევე რეალთან და ბაიერნთან, თუმცა იგივე საკეთება ჩელსისთან არ გამოვიდა, განაცხადა გუნდის კაპიტანმა. ცხადია, მარკინიოსი მართალია და გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემ კიდევ რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს, რათა PSG-ს თამაში უფრო მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი გახდეს. მაგრამ აქამდე უნდა ითქვას ისიც, რომ პარიზული კლუბი კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა. საქმე კი ეხება ესპანელ სპეციალისტს, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩელსის ფეხბურთელთან იჩხუბა და მას გარკვეული სახის სანქციები ელის. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს განიხილავს. მათი კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსგავსი ქმედებები მინიმუმ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით იშება. ამიტომ თუ სადისციპლინო კომიტეტი გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, ლუის ენრიკეს FIFA-ს ეგეთით გასამართი მინიმუმ 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს. ასევე დაიწერა, რომ ესპანელ სპეციალისტ FIFA-მ შესაძლოა ფულადი ჯარიმად შეუფარდოს. ამ ყველაფრის ფონზე კი მედი დავიტოვოთ, რომ პარიზულ კლუბში სიტუაცია მალე დასტაბილურდება და გუნდი ახალ სეზონს ახალი შემართებით და ძალებით დაიწყებს. ახლა კი ამ ჩემპიონატზე ხვიჩა სასპარეზობა შევაფასოთ. კვარაცხელიამ შეხვედრების მაქსიმუმი 7 მატჩი ითამაშა, ის კი ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყო. კვარაცხელიას ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე პასია. კვარაცხელია კი ნიუ-ჯერსის ფინალამდე ლიდერი იყო მეტოქი საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობით. ასევე ტურნირის განმავლობაში ხვიჩამ კარში ზუსტად 22 ჯერ დაარტყა. ეს მაჩვენებელი კი საუკეთესოა. ამასთან მის ანგარიშშია 9 წარმატებული დრიბლინგი, რაც მესამე შედეგია დეზირე დუესა და პედრო ნეტოს შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გოლმა ოქროს ბურთის პრესტიჟული ჯილდო საკუთარი რეიტინგი განაახლა. PSG-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავინდებურად ტოპ 10-ში იმყოფება. ეს გამოცემა კი ხვიჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა თლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე სეზონში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორ სხვადასხვა კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროტურნირებზე კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი კი მეოთხედფინალში ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია. ამან კი ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარაცხელია ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება. წერია გამოცემაში. რეალთან ვინისიუსის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიდო. რა ხდება ბრაზილიელი ფეხბურთელის თავს? გამოსამშვიდობებელი მატჩი განახლებულ კამპ ნოუზე. ბარსა მესის შეუთანხმდა. ბარსა კამპ ნოუს ინაუგურაციის გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. კატალუნია რადიოს ინფორმაციით, კლუბში სურთ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩი 100%-ით შევსებული ტრიბუნების წინაშე გაიმართოს. გამოცემის ინფორმაციით, ბარსამ ქალაქის მერიისგანაც აგვისტოს შუან გამპერის თასის კამპ ნოუზე გამართვის ნებართვა მიიღო. თუმცა ამ შეხვედრას მხოლოდ 28,000-დან 35,000 გულშემატკივრამდე დაესწრება. ამის შემდეგ ბარსა შეეცდება, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე სტადიონის ტევადობა 60,000-მდე გაზარდოს. სრულად რეაბილიტირებული სტადიონის გახსნა კი 2026-27 წლების სეზონში იგეგმება 100%-იანი ტევადობით და დასრულებული სახურავით. ბარსას ხელმძღვანელობას კი სურს, რომ ეს ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელ მატჩი მოხდეს. კატალუნია რადიოს ინფორმაციით კი კლუბი უკვე დაუკავშირდა მესის ოჯახს და არგენტინელი ფეხბურთელის თანხმობაც მიიღო. ვინისიუს ჟუნიორი რეალთან კონტრაქტს ზაფხულის ბოლომდე არ გაახანგრძლივებს. ბრელოვო ჟურნალისტის ხორხე პიკონის ინფორმაციით, ეს საკითხი გადაიდო და აგვისტოს ბოლომდე ახალი კონტრაქტის გაფორმება მოსალოდნელი არ არის. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება 2025-26 წლების სეზონი. მანამდე კი მარკამ დაწერა, რომ კლუბი შეშფოთებულია ვინისიუსის სათამაშო ფორმით. კერძოდ ხელმძღვანელებს სურთ გაიგონ თუ რა გეგმები აქვს ფეხბურთელს და რას აპირებს უახლოეს მომავალში. რადგან აშკარაა, რომ ვინისიუს ამჟამად ენთუზიაზმის ნაკლებობა აქვს. ამიტომ არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ვინისიუსმა კლუბის ატოვების გადაწყვეტილება მიიღოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.